მოგესალმებით ფეხბურთის მოყვარულებო. ჩემპიონთა ლიგის განმეორებითმა ნახევარფინალურმა მატჩებმა ნათლად აჩვენა, თუ რა დონეზე შეიძლება ავიდეს კონკურენცია. ინტერისა და ბარსელონას დაპირისპირება ტაქტიკური ჭიდილისა და ნერვების გამოცდის ნამდვილი მაგალითი გამოდგა, სადაც თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. არანაკლებ საინტერესო იყო PSG-სა და არსენალის შეხვედრა, რომელმაც ფინალის საგზური პარიზულ გრანდს მოუტანა. დღეს ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს. შევეცდებით გამოვავლინოთ საკვანძო ტაქტიკური სვლები, გუნდების მიერ დაშვებული შეცდომები და ის ფაქტორები, რომლებმაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიეს. მზად ხართ ერთად ჩაუღრმავდეთ პროფესიონალურ ანალიზს. სანამ ჩვენ სიღრმისეულ ანალიზზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და დაინტერესებული ხართ ფეხბურთის პროფესიონალური ანალიზით, აუცილებლად დააჭერეთ მოწონების ღილაკს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ მომავალი საინტერესო ანალიტიკური მიმოხილვები. ახლა კი დავიწყოთ. ბარსამ და ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში საუკეთესო შოუ შემოგთავაზეს. სამყაროს ორი ხედვა, ორი გზა და ორი დიდი მწვრთნელი. ფლიკი, რომელმაც საფეხბურთო კუთხით ბავშვებს წარმოუდგენელი თავდაჯერებლობაში თანერგა და შეშლილი გენიოსი ინძაგი, რომელიც ფლანგზე 120 წუთი ნამდვილი ლატერალივით მუშაობდა. ტაქტიკური თვალსაზრისითაც რომ გავაანალიზოთ გუშინდელი სიგიჟე. პირველი ტაიმი ორ თამაშიან დაპირისპირებაში ინძაგის გუნდის საუკეთესო 45 წუთი და შეიძლება ითქვას ნამდვილი შედევრი იყო. შედეგი 2-0 თამაშის სურათს ამ მონაკვეთში აბსოლუტურად სამართლიანად ასახავს. ინტერმა მოახერხა ვერონასთან დასვენება და შეძლო ბარსას წინააღმდეგ პირველ ტაიმში გამართული, პერსონალურად ორიენტირებული პრესინგის თამაში. კონტრპრესინგმა იდეალურად იმუშავა პირველი გოლის ეპიზოდში, როდესაც დანი ოლმოს ნერიაძურის 3 ფეხბურთელი დააცხრა თავს, ხოლო ბურთის მოპოვებისთანავე დაცვის ხაზის ზურგს უკან დუმფრისი და ლაუტარო მარტინესი გაიხსნენ. მეორე მხრივ ინტერი ტრადიციულად ურტყამდა კატალონიელთა მაღალ დაცვის ხაზს. გუნდი შეტევების შემკვრელ და დაცვის ზურგს უკან გამხსნელ ფეხბურთელებად იყოფოდა. შეტევებს ლაუტარო მარტინესი და მხითარიანი კრავდნენ, დაცვის ხაზს კი ტურამი, ბარელა და დუმფრისი ამოწმებდნენ. შესვენების შემდეგ შეხვედრის დინამიკა მკვეთრად შეიცვალა. ინტერი გაცილებით პასიური იყო, უარი თქვა პრესინგზე და კონტრშეტევებსაც თითქმის არ აკეთებდა. ინძაგის გუნდის დაცვითი ბლოკი ლამინ იამალის ფლანგისკენ იყო გადახრილი, რაც საპირისპირო ფლანგზე თავისუფალ ზონებს ტოვებდა. ბარსამ აქტიურად დაიწყო შეტევაში ჟერარ მარტინის გამოყენება, რომელსაც ჩაწოდების მოსამზადებლად საკმარისი დრო და სივრცე ჰქონდა და მარტინმა გააკეთა ის, რასაც მისგან არავინ ველოდით. შეასრულა 2 საგოლე გადაცემა. შედეგად ბარსამ აბსოლუტურად დამსახურებულად დააკამბექა, თუმცა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხა. დამატებით მესამე წუთზე ფრანჩესკო აჩერბიმ საჯარიმოში შეირბინა და არაუხოს დაასწრო. დამატებით დროში კი ინძაგის შეცვლებმა იმუშავა. მოედანზე ტარემის, ზიელინსკის და ფრატეზის გამოჩენის შემდეგ ნერიაძური კიდევ უფრო ვერტიკალური გუნდი გახდა. ბურთი ბარსას დაცვის ხაზისკენ ერთი პასით მიდიოდა, სადაც ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე იხსნებოდა. იდეალურად ამან მეოთხე გოლის ეპიზოდში იმუშავა. ორმაჩიან დაპირისპირებაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ იან ზომერის და დენზელ დუმფრისის როლი. ზომერმა ჯამში 6 გოლი გაუშვა, მაგრამ სუპერგმირის სტატუსი მაინც დამსახურებულად მიიღო. დუმფრისმა კი ორ შეხვედრაში 5 საგოლე მოქმედებას მოუყარა თავი. ბოლოს ეს ნახევარფინალებში ოქროს ბურთისკენ მიმავალმა ბენზემამ შეძლო. ძალიან დიდი იშვიათობაა, როდესაც სიკველი პირველ ნაწილს ჯობს. ჩვენ მხოლოდ ნათლია, ტერმინატორი 2 და კრისტოფერ ნოლანის Dark Knight-ი გვახსენდება. საფეხბურთო დაპირისპირებების დროს ეს კიდევ უფრო რთულია. მაშინ უნდა ვიხილოთ ეპოსის დონის მოვლენა. ბარსამ და ინტერმა ეს შეძლეს და როდესაც ყველას გვეგონა, რომ პირველ თამაშზე უკეთეს ვერაფერს ვნახავდით, გუშინდელი საღამო გვაჩუქეს. ბარსა თამაშობდა ფეხბურთს, თავისუფლად, გენიალურად, ემოციურად. ამას ისინი მსოფლიოში საუკეთესოდ აკეთებენ, მაგრამ კატალონიელებს დააკლდათ გამოცდილება. როდესაც ლამინ იამალი ბოლო წუთზე და სასურველ ანგარიშზე ორ კაცზე არ წავა და საგოლე მომენტს არ შექმნის, პირიქით ცინიკურად შემოტრიალდება და ბურთს შეინარჩუნებს, მაშინ კატალონიელების შეჩერება შეუძლებელი იქნება, მაგრამ იქნება ეს ბარსა არც მოგვეწონოს. ინტერმა კი ჩაატარა ცხოვრების თამაში, ზეიმობდა თითოეულ ვარდნას თავის კარებთან, აკეთებდა გენიალურ კონტრშეტევებს უფრო ნიჭიერი, ახალგაზრდა და უკეთესი გუნდის წინააღმდეგ. ეს იყო მათთვის ერთდროულად თავგანწირვაც და ფსიქოთერაპიაც. ინძაგიმ სეზონის მთავარი ბოსი დაამარცხა. წინ დამსახურებული ფინალია. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. PSG-მ არსენალის სახლშიც დაამარცხა და 2 თამაშის ჯამში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსით. 6 წარმატებული ბურთის ართმევა 7 მცდელობიდან. რთულია კვარას ასეთი თამაში გაიხსენო. 6 ართმევა თამაშის საუკეთესო მაჩვენებელია. ხვიჩა ამ მხრივ ლიდერობას ჟოაუ ნევეშთან იყოფს. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ქართველი ვარსკვლავი დაცვაში მეხუთე მცველად ჩადიოდა. ხშირად იგი იურიენ ტიმბერის შეტევებში ჩართვას აკონტროლებდა და ნუნუ მენდეშის წინააღმდეგ რიცხობრივი უპირატესობის შექმნას არ უშვებდა. იყო ეპიზოდები, როდესაც საკას წინააღმდეგ თამაშობდა, მოქმედებდა სწორად, არასდროს ჩქარობდა ართმევაზე ასვლას და ელოდებოდა მოწინააღმდეგის სვლას.
კვარას გუშინდელი პერფორმანსი არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა დაეხმაროს შემტევი ფეხბურთელი დაცვას. ლეო მესის და კილიან მბაპეს PSG-ში მსგავსი რამის წარმოქმნა შეუძლებელი იყო. კვარას ერთ-ერთი ართმევა შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. მანეს პრესინგისას გააკეთა, ფლანგიდან ცენტრში მკვეთრად შემოვიდა და ბურთი რაის საართვა. დეკლანი დაჯარიმდა. ჯარიმას კი ფაბიან რუისის გოლი მოჰყვა. ზოგადად თამაშსაც რომ შევეხოთ, იგი მკვეთრად 3 მონაკვეთად დაიყო. არსენალმა ეფექტურად დაიწყო. პირველი 15 წუთის განმავლობაში ბურთის ფლობა მეტოქეების სასარგებლოდ იყო 69%, ხოლო დარტყმების შეფარდება 5-0-ზე. ამ პერიოდში PSG რამდენჯერმე ჯან-ლუიჯი დონარუმამ გადაარჩინა. არსენალის ორი იარაღი იყო მძლავრი პრესინგი და სტანდარტები, მათ შორის აუტებიც კი. ტომას პარტის დაბრუნებასთან ერთად არსენალის პრესინგი გამოსწორდა. პრესინგის პირველი ხაზის მოთამაშეებმა იგრძნეს, რომ მათ ზურგს უკან საიმედო ფარი იყო და შეეძლოთ აგრესიულად ეთამაშათ. შეხვედრის ამ მონაკვეთში არსენალი მოედნის ცენტრს და მოკლე პასის ვარიანტებს მაქსიმალურად ინტენსიურად კეტავდა. ტრადიციულ სტანდარტულ საშუალებებს კი არტეტამ და იოვერმა პარტის აუტებიც დაამატეს. განელმა პარიზელების საჯარიმოში 11 აუტი ჩააწოდა, რაც არტეტას ეპოქაში რეკორდია. ყველაზე ხშირი იყო შემდეგი კომბინაცია. ბურთი მერინო, რაისი, კივიორის ტრიოსკენ მიფრინავს, ამ დროს მკვეთრ აჩქარებას გაბრიელ მარტინელი და საკა აკეთებენ, ხოლო გადმოვარდნილ ბურთზე მარტინ ოდეგორმა უნდა ითამაშოს. სასტარტო ეტაპზე PSG მას ვერ უმკლავდებოდა, ან საჯარიმოში ორთაბრძოლებს აგებდა, ან ოდეგორს დასარტყმელ პოზიციაზე უშვებდა. პირველ 10 წუთში არსენალმა აუტების შემდეგ 3 დარტყმა შეასრულა. თუმცა PSG მოახერხა ადაპტირება და მომდევნო 80 წუთის განმავლობაში მხოლოდ 1 დარტყმა დაუშვა. სიახლის ეფექტი, რომელიც არსენალს დასაწყისში ჰქონდა, დაიკარგა. საინტერესოა, რომ სტანდარტების დუელი PSG-მ ამ შეხვედრაში მოიგო. ფაბიან რუისმა მოატყუა კივიორი და წინ გაქცევის ნაცვლად რამდენიმე ნაბიჯი უკან, საყრდენი ზონისკენ გადადგა. შედეგად თავისუფალი დარჩა ბურთის მისაღებად და იდეალურადაც შეასრულა. ანგარიში დაწნაურების შემდეგ PSG შეხვედრას მშვიდად აკონტროლებდა. 27-დან 72 წუთამდე არსენალმა მხოლოდ 0.52 XG-ს დაგროვება მოახერხა. ეს ძალიან ცოტაა იმ გუნდისთვის, რომელსაც 2 გოლი აქვს გასატანი. რეალური ხიფათის შექმნა არტეტას გუნდმა მხოლოდ ბოლო 15 წუთში შეძლო, როდესაც ტრადიციულად PSG მოდუნდა. მოედანზე გამოჩნდა ლუკა ერნანდესიც, რომელმაც მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა და საკუთარ ამოცანას თავი ვერ გაართვა. ბუკაიო საკას მომენტის დროს კარგად ჩანს, რომ იგი საპირისპირო ფლანგზე განვითარებული შეტევის ფონზე ზედმეტად განიერ პოზიციას იკავებს. ვიტინია საკას ჩამორჩა და საყრდენი ზონის დასაცავად დარჩა. ბუკაიომ კი პაჩოსა და ერნანდეს შორის უზარმაზარი სივრცით ისარგებლა. PSG-მ კვლავ აჩვენა, რომ შეუძლია იმ ვითარებიდან გამოძრომა, როდესაც მოწინააღმდეგე მას აგრესიულად აწვება. არსენალის სტარტი ძალიან გავდა ლივერპულის საწყის შტურმს ენფილდზე ლუის ენრიკეს გუნდის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში პარიზელები ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და შეხვედრის დინამიკის შეცვლის მეთოდს პოულობდნენ. ეს საჩემპიონო გუნდის თვისებაა. ასეთი იყო ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩების ჩვენეული ანალიზი. იმედი გვაქვს, რომ შევძელით ამ დაძაბული და საინტერესო შეხვედრების საკვანძო მომენტების გამოკვეთა. გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და მოსაზრებები კომენტარებში. თქვენი გამოხმაურება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ვიდეოს ბოლოს ტრადიციული შეკითხვა. 1950 წელს FIFA-მ ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში აკრძალა. დაასახელეთ ქვეყანა, რომლის ნაკრებიც მანამდე ფეხშიშველი ასპარეზობდა.